ეს ლაკბეს რეაბილიტირებული წყალსაცავის გამშვები ურდულია. სიმბოლურად ის სწორედ დღეს გააქტიურდა და ამ ფორმით 2025 წლის სარწყავი სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სარწყავ სისტემაში წყლის გაშვების პროცესს ადგილობრივი ფერმერები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში მელიორაციის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მელიორაციის და მიწის მართვის გაუმჯობესებას გადამწყვეტი როლი ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ყურადღება ასევე იმ მასშტაბურ პროექტებზე გამახვილდა, რომელმაც კახეთში და არა მხოლოდ ამ რეგიონში სარწყავების პრობლემა უნდა მოაგვაროს. ექსპლუატაციაში შევიდა ახლად რეაბილიტებული ლაკბის წყალსაცავი. მელიორაციაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ განახლებულიყო წყალსაცავი და მოხდარიყო მისი რეაბილიტაცია. დღესდღეობით უკვე რეაბილიტირებულია მისი ტექნიკური ნაწილი, ეს იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობები თუ წყალსაცავიდან გამონაწილებელი ქსელამდე მიმყვანი მილსადენი. აღნიშნულ წყალსაცავში დღესდღეობით აკუმულირებულია 1.800.000 კუბი წყალი, რაც სრულად შეავსებს იმ დეფიციტს, რომელიც მიმდებარე სასოფლო სამეურნეო სავარგულებს ჭირდებათ ირიგაციის სეზონზე. მელიორაციას და მიწის მართვის გაუმჯობესებას, ირიგაციას, დრენაჟს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სამინისტრო გააგრძელებს სამმართველობით აქტიურ მუშაობას. ეს ამ ახალი ობიექტის გახსნაზე ვიმყოფებით, მივაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა ჩვენ სოფლის მეურნეობას და მიაწვდის წყალს ფერმერებს წარმატებით. მოგეხსენებათ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტი არის აგრარული მუნიციპალიტეტი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემების მოწესრიგება. რაც შეეხება ლაკბის წყალსაცავს, ეს წყალსაცავი შექმნის დაბადებით დებეთს, განსაკუთრებით გვალვის პირობებში, რაც აქტუალურია და მოსახლეობას უფრო გაუვადვილდება, რომ თავიანთი სავარგულები გორწყონ და შესაბამისად მოსავალიც მოიყვანონ გაცილებით უკეთეს. თავის მხრივ სარწყავი სისტემების გამართული მუშაობის შესახებ ისაუბრეს თავად ფერმერებმაც. მათი განმარტებით მელიორაციის სისტემის სწორი მართვა მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ეს წლები უკვე კარგად დაკმაყოფილდა მოსახლეობა, წყალი ნორმალურად მოდის, არხებიც იწმინდება, დემატ ახლა ეს ლაკბის წყალსაცავიდან მოდის წყალი და მოსახლეობა კმაყოფილია რა. როცა უნდათ მოსახლეობას შეგვიძლიათ რომ აქედან მივიღოთ წყალი. წყალი დიდი მნიშვნელობა აქვს იმით, რომ თუ მორცხავთ მოსავალ მივიღებთ უმაღლეს მოსავალს. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში 2012-24 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად დამატებით 20.140 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობია სარწყავი რესურსებით უზრუნველყოფილი. სარწყავი წყლის მიწოდება 16.285 ჰექტარზე გაუმჯობესდა. დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა კი 8.725 ჰექტარია.